იცოდი რომ Last of Us-ის ვირუსის მსგავსი სოკო რეალურ სამყაროში არსებობს? გაიცანით, ოფიოკორდიცეპსის გვარის სოკოები, რომლებიც ველურ ბუნებაში ცოცხალ ორგანიზმებს აინფიცირებს. ეს სოკოები პირველად 1921 წელს აღწერეს და დღეს უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ მათ მწერების დაინფიცირება შეუძლიათ. შედეგად სოკოები მწერს ზომბებად აქცევენ. დაახლოებით ისე, როგორც ეს Last of Us-შია. სპორების მწერის სხეულში მოხვედრისთანავე სხეულში იწყება სოკოს სტრუქტურების ზრდა. სოკო ნელ-ნელა იპყრობს მთელს ორგანიზმს. გარკვეული ეტაპის შემდეგ სოკო გამოყოფს ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც მწერების ნერვულ სისტემას ცვლის. აქედან სოკო მის ქცევის კონტროლს იწყებს. შედეგად მწერები კარგავენ კონტროლს საკუთარ თავზე და ინფექციის გავლის ქვეშ სრულად ექცევიან. ასეთი მწერები საკუთარ სიცოცხლეს მხოლოდ იმისთვის რისკავენ და სპეციალურ მაღლობებზე იმიტომ ადიან, რომ სოკოს სპორები დიდ ფართობზე გაავრცელონ. მწერის სიკვდილის შემდეგ სოკო სპეციალური ღიროს სახით გარეთ გამოდის, საიდანაც ის ახალ სპორებს გამოყოფს და აფრქვევს გარშემო, რათა ახლა სხვა მწერები დააინფიციროს. სიტყვით სოკო ინფიცირებულ მწერებში დაახლოებით ისე იზრდება, როგორც Last of Us-ის თამაშსა და HBO-ს სერიალში. ამიტომ სწორედ ეს სოკოებია Last of Us-ის შთაგონების ერთ-ერთი მთავარი წყარო.